გამარჯობა, დღეიდან პოლიტიკო ახალ პროექტს იწყებს. ეს არის გადაცემა საქართველოს შესახებ, რომელსაც პოლიტიკოს გუნდთან ერთად მე ნინო ხუბუტია წარმოგიდგენთ. რაც წერს უცხოური პრესა საქართველოსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. დავიწყოთ სტატიით, რომელსაც ევრაქტივი აქვეყნებს. სათაურით წერილების ომი საქართველოში პოლიტიკურ დაძაბულობას ადასტურებს. ალბათ მიხვდებით, რომ საუბარია იმ მიმოწერაზე, რომელიც ბრიუსელსა და თბილისს შორის შედგა. კერძოდ კი ევროპის სახალხო პარტიის წერილზე ბიძინა ივანიშვილისადმი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის პასუხებზე, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ევრაქტივი წერს, რომ ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილს არადემოკრატიულობაში ადანაშაულებენ და მას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ საჯარო ზეწოლაში სდებენ ბრალს. ციტატა სტატიიდან. ზეწოლა სასამართლოზე, კანონის უზენაესობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობებზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ქართული ოცნება დასავლელ ლობისტებსა და პროვოკაციულ რიტორიკას იმისთვის იყენებს, რომ პოლიტიკური ოპონენტები გააჩუმოს. ევროპარლამენტის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარების გამო საქართველოს ევროპული პერსპექტივა ინგრევა, ნათქვამია ევრაქტივის სტატიაში. შემდეგ სტატიას, რომლითაც პოლიტიკო დაინტერესდა Global Insight აქვეყნებს. სათაურით რუსეთის საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობის შესახებ სიგნალს უგზავნის. სტატიაში საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლება მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის საკითხს გადახედოს, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ. სტატიის ავტორი წერს, რომ მოსკოვი ამის სანაცვლოდ საქართველოსგან ოკუპაციის შესახებ კანონის ანულირებას ითხოვს. Global Insight წერს, რომ რუსეთი საქართველოს აიძულებს ოკუპაციაზე. უარი თქვას იმ მოტივით, რომ თითქოს ხსენებული კანონის გამო რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, საფრთხე ემუქრებათ. მოსკოვი ივანიშვილისგან ითხოვს საქმით დაამტკიცოს, რომ მას მართლაც სურს დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან, ვინაიდან მოსკოვში მიაჩნიათ, რომ სიტყვიერად კრემლთან კარგი ურთიერთობები წინა ხელისუფლებასაც სურდა, თუმცა რეალური ნაბიჯები ნატოსა და ევროკავშირისკენ იდგმებოდა. საქართველო და აზერბაიჯანი ირიბად ეხმარებიან სირიას. ამ სკანდალური სათაურით მოხსენებას ევრაზიანეთში ჟურნალისტი ჯოშუა კუცერა აქვეყნებს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და ლიბანში დარეგისტრირებული კერძო კომპანიები ბაშარ ასადის რეჟიმს დიზელის საწვავით ამარაგებენ. რუსეთისა და თურქეთის როლი სირიის სამოქალაქო ომში კარგად არის ცნობილი. პირველი ბაშარ ალ-ასადის მთავრობას უწევს დახმარებას, ხოლო მეორე ოპოზიციას. თუმცა როგორც ირკვევა სირიის მთავრობას გარკვეულ ხმარებას საქართველო და აზერბაიჯანიც უწევენ, ნათქვამია სტატიაში. ჯოშუა კუცერა წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით საინტერესო იმით არის, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს. შესაბამისად, ამერიკის პოლიტიკური მოწინააღმდეგის საწვავით მომარაგება თბილისისგან მეგობრულ ნაბიჯად ვერ იქნება აღქმული. გადავიდეთ შემდეგ ინფორმაციაზე. კონსტიტუციური არჩევანი ჩააბარა თუ არა საქართველოს დემოკრატიული სიმწიფის ტესტი. ასეთია ევრაზიანეთის მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაური, რომელიც კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე მოგვითხრობს. სტატიის ავტორი წერს, რომ აღნიშნული კონსენსუსის გმირებად საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები ორი დავითი, დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე იქცნენ. სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მრავალსაათიანი დებატების საკანონმდებლო ორგანოში და უამრავი სატელეფონო ზარი, რომელიც როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრის ოფისიდან განხორციელდა. საბოლოოდ კი საქართველოს მსოფლიოს კოჰაბიტაციის მაგალითი უჩვენა და ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მაინც შეძლო შეთანხმების მიღწევა. რუსეთი შიშობს, რომ ამერიკა საქართველოს ერთობლივი წვრთნები რეგიონულ უსაფრთხოებას ემუქრება. ასეთ დასკვნას საინფორმაციო სააგენტო როიტერი აკეთებს. სტატიაში საუბარია ტრადიციულად ქცეულ სამხედრო წვრთნებზე, Agile Spirit, რომელიც ბაზიანის პოლიგონზე იმართება. თუმცა მოსკოვის აზრით აღნიშნული წვრთნები არ ჯდება საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ჩარჩოებში, რის გამოც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწვავე განცხადებებს ავრცელებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უცხო ქვეყნის ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება საქართველოსადმი ართულებს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გაღრმავების პერსპექტივას, ნათქვამია რუსეთის მთავარი დიპლომატიური უწყების განცხადებაში, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო როიტერის ყურადღება მიიპყრო.
BBC-ს რუსული სამსახური კი კიდევ ერთ სამხედრო წვრთნაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ამჯერად შავი ზღვის სანაპიროებზე მოულოდნელად დაიწყო. BBC წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა 28 მარტს დილის 4 საათზე მოულოდნელი ბრძანება გასცა და 7000-მდე სამხედრო მოსამსახურე მასშტაბურ სამხედრო წვრთნაში ჩართო, რომელშიც რუსეთის საზღვაო ძალების 37 ხომალდი იღებს მონაწილეობას. სტატიის ავტორი გარკვევით აღნიშნავს, რომ ამჯერად საქართველოს, რომელიც ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფება, რუსეთთან ამ წვრთნებზე ნეგატიური რეაქცია არ გამოუხატავს. გავაგრძელოთ ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Foreign Policy სტატიით, რომელიც ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნდა სათაურით პოლიტიკური რყევები კავკასიაში. სტატიის ავტორი პოსტსაბჭოთა სივრცის ცნობილი ამერიკელი ექსპერტი თომას დევაალია, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი დღე თავისებური პოლიტიკური მელოდრამის მომტანია, თუმცა ახალ მთავრობას ჯერაც არ მოუკიდია ხელი ბევრი საკითხისთვის და ეკონომიკა ცუდად ვითარდება. დევაალის აზრით ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნება თუ ივანიშვილი საერთოდ არაფერს გააკეთებს. მაგალითად, ძალიან კარგი იქნება თუ მისი მთავრობა არ ჩაერევა საქართველოს სატელევიზიო არხების მუშაობაში და უარს იტყვის კიდევ ერთ გეგმაზე გადაახალისოს ადგილობრივი თვითმმართველობები, რითაც მძიმე დარტყმას მიაყენებს თბილისის ადგილობრივ ხელისუფლებას. საინტერესოა ავტორიტეტული ეკონომისტის სტატიაც, სათაურით ივანიშვილი პოპულარული მხოლოდ სამშობლოშია. გამოცემა წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე დასავლეთში არსებობს მოსაზრება, რომ ის ვერ ერკვევა ვერც დემოკრატიაში და ვერც ქვეყნის მმართველობაში. ამიტომ ეკონომისტი ასკონის, რომ ივანიშვილს დასავლეთთან კომუნიკაციის სერიოზული პრობლემები აქვს. საქართველოს ევროკავშირს შორდება ამ სათაურით სტატია Stratfor-ი აქვეყნებს. ავტორი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ევროკავშირში არსებული შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი არის, გამოც ევროპას საქართველოსთვის უბრალოდ არსცალია. ამით კი ევროკავშირს გლობალური კონკურენტები სარგებლობენ და პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარ გავლენას აძლიერებენ. რუსული ვესტირუკი ქართულ ჭაჭაზე აქვეყნებს სტატიას. ჟურნალისტი წერს, რომ შესაძლოა რუსულ ბაზარზე უახლოეს მომავალში ეს პოპულარული ქართული პროდუქტი გამოჩნდეს, თუმცა ამისთვის საქართველომ კიდევ ერთი შემოწმება უნდა გაიაროს. როგორც სტატიიდან ირკვევა, გენადი ონიშენკოს ხალხი ჩვენს ქვეყანას ხელმეორედაც ეწვევიან და ღვინის შემდეგ უკვე ჭაჭის წარმოებებსაც შეამოწმებენ. როგორც ვესტირუ წერს, მალე 22 ქართულ ალკოჰოლურ კომპანიას შეეძლება რუსეთში თავისი პროდუქციის შეტანა. საპირისპირო აზრზეა კიდევ ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო იტარტასი. სააგენტო ჟურნალისტი წერს, რომ ქართული სპირტიანი სასმელების რუსულ ბაზარზე დაბრუნება იმაზე რთული პროცესი იქნება, ვიდრე მისი ბაზრიდან გაგდება იყო. იტარტასის სტატიაში ნათქვამია, რომ გენადი ონიშენკო უკვე მრავალი კვირა ამტკიცებს, რომ უახლოეს დღეებში ქართული ღვინო და სხვა პროდუქტები რუსული მაღაზიების დახლებზე აღმოჩნდება. თუმცა დრო გადის და საკითხი კვლავაც მოუგვარებელი რჩება. ჟურნალისტი ასკონის, რომ მსგავსი სიტუაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ქართული ღვინისა და ჭაჭის რუსულ მაღაზიებში ხილვა საკმაოდ ბუნდოვანი პერსპექტივაა. ასეთი გახდათ მიმდინარე კვირის მსოფლიო გამოხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. საერთაშორისო პრესის მორიგი მიმოხილვით ჩვენ ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით დროებით.